საქართველოს შემდეგ მოდი ესე ვიტყოდი გალტენ დაგარტი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას ჩვენ სამეზობლოში სომხეთში ახორციელებს გალტენ დაგარტი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის EBRD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით საკონსულტაციო კომპანია Ameria Management Advisories-თან ერთად სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის დამნერგავი და იმპლემენტატორია. ინიციატივა არცმეტი დანაკლები სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამის მიზნებს შორის არის კაპიტალის ბაზარზე კორპორატიული ემიტენტების აქტივობის ზრდის ხელშეწყობა, საჭირო ხარჯების თანადაფინანსებისა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარების გზით. პროექტის სტრატეგიული მიზნები საკმაოდ ფართო და შორსმიმავალია, რომელიც მინდა გითხრათ, რომ იტევს როგორც საგანმანათლებლო სისტემების შექმნა და მკვიდრებას, ასევე თანადაფინანსების მექანიზმების დანერგვასაც. მოკლედ დიდი თემაა და ყველაფერი დანარჩენისთვის ჩვენი აზრით მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ BMG სტუდიაში კვირა დღეს ქეთევან თოიძე. საქმიანი საზოგადოება კარგად იცნობს ქეთის. ქეთი არის გალტენ დაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელიც ამ და იმედია უამრავ სხვა თემებს გაგვიზიარებს ახლა თავის კომპეტენტურ აზრს. მე მას მივესალმები. ქეთი მობრძანდი, გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად, თავად როგორ გიკითხავთ? კარგად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქეთი, აი ეს არის თქვენი ადგილი. მობრძანდით. მოეწყეთ და კომფორტულად ყველაფერი. როგორ მიდის საქმეები? მადლობა, კარგად, იმედია თქვენსკენაც. კარგად, ყველაფერი კარგად. სანამ სომხეთის და თქვენ სხვა, ასე ვთქვათ, რეგიონალურ გლობალურ ექსპანსიებზე ვისაუბრებთ, მოგისაკლისეთ სტუდიაში BMG-ს და თქვენი აზრი გვაინტერესებს არსებულ ვითარებაზე. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა ჩვენ ნახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა. იყო პაუზა, ალბათ წლის დასაწყისისთვის დამახასიათებელიც, მათ შორის სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზარზე უკვე გარკვეული და მნიშვნელოვანი აქტივობები ქეთი შეიმჩნევა. თქვენი შეფასება დღეს არსებული ვითარებისა რა არის და მოლოდინებზე უკვე მოგვიანებით გითხრათ. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის გიორგი, თქვენთან სტუმრობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. სწორად აღნიშნეთ, რომ ბოლო წლებში კაპიტალის ბაზრებზე აქტივობა სტანდარტულად ძალიან მაღალი არის ხოლმე. ეს აქტივობა 2024 წელშიც ანალოგიურად შენარჩუნდა, ჯამურად კაპიტალის ბაზარზე წლის განმავლობაში განახორციელდა 22 კორპორატიული ემისია, რომელიც რიცხობრივად ზუსტად იგივე მოცულობის არის, რაც 2023 წლის მონაცემები იყო. მოგეხსენებათ, რომ 2023 წელი ქართული კაპიტალის ბაზრების ისტორიაში იყო ერთ-ერთი უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობის კუთხით. შესაბამისად ის რომ 2024 წელსაც ეს განმეორდა, არის უკვე მის მაჩვენებელი, რომ ზოგადად კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესი ემიტენტების მხრიდან იზრდება და კაპიტალის ბაზრის ზომაც უკვე იმ ნიშნულს აღწევს, როდესაც რიგი ემიტენტებისთვის კაპიტალის ბაზრებზე გასვლა და ამ მიმართულებით დაფინანსების მოპოვება ხდება უკვე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ალტერნატიული დაფინანსების წყარო კორპორატულ დაფინანსებასთან ერთად, რაც ჯამურად ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო შედეგია. ამ ჯამურ სურათში, რაც თქვენ ახლა აღწერეთ, მაინტერესებს ჩართულობა თვითონ გალტენ დაგარტისა, როგორც კონკრეტული განთავსებებიდან გამომდინარე, ისევე ხო, ალბათ სუბიექტური თქვენი შეფასება რა როლს თამაშობს თავად გალტენ დაგარტი ამ ბაზრის განვითარებაში. მეც სუბიექტური ვიქნები, იმიტომ რომ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ერთ-ერთი პირველ წყარო ვარ, როცა კომპანია დგამდა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ მოსულიყავით იქამდე, სადაც ვარ დღეს. კი ბატონო, გალტენ დაგარტი იყო პირველი საინვესტიციო ბანკი, რომელმაც 2024 წელს ჯერ კიდევ პირველი საჯარო კორპორატიული ობლიგაცია გამოუშვა ადგილობრივ ბაზარზე და იმ დროიდან მოყოლებული მე მგონია, რომ ჩვენ ვრჩებით როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი, რაც საბოლოო ჯამში რიცხვებშიც გადაითარგმნება. მაგალითად, წინა წლის შედეგს რომ შევხედოთ, რაც ვახსენე, ამ 22 ემისიის ფარგლებში ჩვენი ბაზრის წილი ჯამურ ბაზარზე, რომელიც მოიცავს როგორც კერძოს, ასევე საჯაროს, იყო ბაზრის 64%, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა და კიდევ უფრო საამაყოა ის, რომ ამ 64%-თან ერთად ჩვენ ვიყავით მოწინავე ბანკი ცალკეულად კერძო ემისების ნაწილში და ცალკეულად საჯარო ემისების ნაწილშიც. საბოლოოდ რო შევხედოთ ბაზარს 2014 წლიდან მოყოლებული, რაც შეეხება კორპორატულ ობლიგაციებს და განსაკუთრებით სავალუტო ობლიგაციებს, გალტენ დაგარტის სავალუტო ობლიგაციების 90%-ში იყო ჩართული. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით როგორც ასე ვთქვათ მოწინავე საინვესტიციო ბანკი, როდესაც ქართველი ემიტენტები ბაზარზე გასვლას გადაწყვეტენ ხოლმე, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყო არის და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეძლოთ შემდეგ წლებში. ქეთი, ამ კუთხით ალბათ რაღაცა სურათს დაალაგებს მეტნაკლებად უკვე ემიტენტების ნაწილზე რო გადავიდეთ. რა ტიპის კომპანიებისგან მომდინარეობს?
ძირითადი აქტიურებები სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე და ცხადია აქ ერთ-ერთ ჩემი აზრით ყველაზე მოთხოვნაძე სერვისზე, რომელიც GaltenTagart-ს აქვს საკონსულტაციო მიმართულებაზე, ეგრეთ წოდებული advisory მიმართულებით, მინდა კითხოთ. Რამდენად იზრდება ამ მიმართებით, იმიტომ რომ არ გიმალავთ BMG-ში ეს გარკვეულწილად ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ემიტენტები შევაფასოთ, რადგან ჩვენ საქმეს ვაკეთებთ თქვენსას. კი ბატონო, ერთ-ერთი მთავარი სერვისი, რითიც GaltenTagart-ი ესე ვთქვათ, ბაზარზე ჩანს, არის სწორედ ემისიების ნაწილში. რა მიმართულებითაც აქტიურად თანამშრომლობთ ქართულ დიდ კომპანიებთან და ჯგუფებთან, რომ დავეხმაროთ მათ ბაზარზე გასვლაში და ბონდების საშუალებით ალტერნატიულად კორპორატულ დაფინანსებასთან ერთად, ესე ვთქვათ, დაფინანსების ახალი წყაროს შექმნაში. თუმცა გარდა ამისა, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ბევრ სხვადასხვა სერვისს გავწევთ, რომელზედაც ესე ვთქვათ, ნაკლები ხილვადობა არის ხოლმე ბაზარზე და ამას შევგულისხმობ მაგალითად, რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად აქტიური ხდება, იგივე M&A advisor-ის მიმართულებას, სადაც აქტიურად ვეხმარებით ქართულ კომპანიებს და ჯგუფებს, როგორც sell side, ანუ გაყიდვის მანდატების მხრივ, სენიერიან კომპანიები, რომელსაც ვთქვათ, exit-იან გაყიდვა უნდა დავეხმაროთ. ანუ საუბარია კომპანიის გაყიდვაზე. კი, კომპანიის გაყიდვა. ამ შემთხვევაში მათ ვეხმარებით, რომ ინვესტორი ვიპოვოთ, ასევე buy side მანდატის ფარგლებში ესენი არიან კომპანიები, რომლებსაც პირიქით გაფართოება უნდათ იგივე სექტორში ან სხვა სექტორში და ვეხმარებით, რომ მათთვის საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები კი ნამდვილად, რაც ჩვენთვის ძალიან სამოყო არის, იმიტომ რომ ამ მიმართულებით მომართვიანობა ჩვენთან აქტიურად იზრდება. ამ ფარგლებში ვემუშავებთ არ მხოლოდ ქართულ კომპანიებს, არამედ უცხოურ კომპანიებს და ჯგუფებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებით ინტერესდებიან და GaltenTagart-ი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პირველი, ესე ვთქვათ, წყარო, სადაც ამ ინტერესს აფიქსირებენ და მე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. თუმცა თავისი სპეციფიკიდან და კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამ ტრანზაქციებზე, ესე ვთქვათ, ბაზარზე ნაკლებად არის ხოლმე ხილვადობა, თუმცა ჯამურად შემიძლია გითხრათ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო მასშტაბური და აქტიური ხდება, რაც ძალიან კარგი მესიჯია როგორც ჩვენთვის, როგორც საინვესტიციო ბანკისთვის, ასევე ჯამურად საქართველოს ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ჩანს, რომ ეს რაღაცა მოძრაობა გაფართოების კუთხით შეიმჩნევა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე უცხოური ინვესტორების. თანდევი ალბათ თქვენი ტრადიციული სერვისებისა, რომელიც მოთხოვნადია, გულისხმობ ანალიტიკურ მიმოხილვებს, გულისხმობ ბაზრის მიმოხილვები, საუბარია ამ შემთხვევაში იმ ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე და ინოვაციებზე, რომელიც ასევე გამოარჩევს GaltenTagart-ს. ესეც ყველაფერი რჩება თავის ადგილზე. კი, რა თქმა უნდა, GaltenTagart-ი განაგრძობს განვითარებას ყველა იმ ძირითადი მიმართულებით, რაც აქამდე გვქონდა და ასევე აქტიურად ვუყურებთ, რა დამატებითი სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ ბაზარს საჭიროებებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. ამ კუთხით თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე, მათ შორის ემიტენტების უკვე შედარებით დივერსიფიცირებული ინტერესებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა ერთგვარი მოლოდინებზე განვაცხადოთ, რა ასველით 2025 წელს, რაზე გააკეთებენ აქცენტირებას ბიზნესები, ეს იქნება ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც ეხება და კონკრეტულად GaltenTagart-ის საინვესტიციო თუ საკონსულტაციო მიმართულებას. კი ბატონო, სწორედ აღნიშნეთ გიორგი, რომ წლევანდელი წელი შედარებით უფრო ნაკლები აქტივობით დავიწყეთ, თუმცა ამ ეტაპზე წლის განმავლობაში ველოდებით საკმაოდ მსხვილ რამდენიმე მათ შორის უპრეცედენტოდ მსხვილ ტრანზაქციებს, რომელზედაც ნაწილი დაგეგმილი არის ზაფხულის პერიოდში, ნაწილი წლის ბოლოსთვის, ისე რომ ჯამურად მგონია, რომ კაპიტალის ბაზრებზე ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვექნება წლის ბოლოს იმ შედეგებით, რაც ჩვენ მხარესაც და ემიტენტების მხარესაც არის დაგეგმილი. ამავდროულად, რაც ვახსენე საკონსულტაციო მიმართულებით, ამ ეტაპზე ანალოგიურად ვემუშავებით რამდენიმე მსხვილ ჯგუფს, როგორც გაყიდვის მანდატის ფარგლებში, ასევე ყიდვის მანდატის ფარგლებში და დიდი იმედი გვაქვს, რომ აქაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება წლის ბოლოს. კარგი. თქვენი წარდგენისას მაინც გამოვარჩიე სომხეთის თემა. მე ზოგადად ძალიან მახარებს ქართული კომპანიების გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს იქნება რეგიონალურ წრეში თუ უფრო შორი და ფართო გეოგრაფიით, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში კეთი საუბარია პროგრამაზე, რომლის ავანგარდში იყავით საქართველოში და ეხლა ამ ყველაფრის განხორციელება დაგეგმა აც უკვე სომხეთის მთავრობასთან, კონკრეტულად კი ეკონომიკის სამინისტროსთან და თქვენ პარტნიორ კომპანიებთან ერთად ხდება სომხეთში, რომ მოუყვეთ
კიდევ ერთხელ აუდიტორიას რა პროგრამასთან გვაქვს საქმე და არსი ამ პროგრამისთვის. კი ბატონო, ნამდვილად კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამა, ამ სახელწოდებით განხორციელდა პროგრამა საქართველოში 2022-23 წლებში, რომელიც განხორციელდა EBRD-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით და პროგრამის მთავარი მიზანი წარმოადგენდა კაპიტალის ბაზრებზე აქტივობის გაზრდას. პროგრამის როგორც წესი აქვს ორი ძირითადი, ასე ვთქვათ, კომპონენტი. პირველი არის საგანმანათლებლო ნაწილში ვცდილობთ, რომ ბაზარზე ცნობადობა გავზარდოთ კაპიტალის ბაზრების და მათი ინსტრუმენტების ირგვლივ და მეორე არის უკვე საგრანტო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ემიტენტებს საშუალება ეძლევათ, რომ მოიპოვონ თანადაფინანსება კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ ხარჯებთან დაკავშირებით. ეს პროგრამა, რომელიც საქართველოში განხორციელდა, ძალიან წარმატებული იყო და ჯამურად 7-მა ემიტენტმა მოიპოვა დაფინანსების კომპონენტიც. შესაბამისად, ეს წარმატება იყო კონკრეტულად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის ფარგლებშიც EBRD-მა გადაწყვეტა, რომ ეს პროგრამა სხვა ქვეყნებშიც განახორციელებინა. ამ ეტაპზე ამ პროგრამას ვახორციელებთ სომხეთში, თუმცა ჯამურად ვიცით, რომ ინტერესი არის სხვა ქვეყნებშიც ამ პროგრამის რეპლიკაციასთან დაკავშირებით. სომხეთში აქტიურად მუშაობთ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან და ცენტრალურ ბანკთან, რომ და დიდი იმედი გვაქვს, რომ სომხეთშიც ეს პროგრამა არანაკლებ წარმატებული იქნება როგორც საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და საქართველოს კაპიტალის ბაზრები ზომით, განვითარებით გავს ერთმანეთს, ასევე ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორებიც არის. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროგრამა სომხური კონტექსტისთვის იყოს მორგებული და ჩვენი თანამშრომლობაც მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთან და ცენტრალურ ბანკთან ამას ემსახურება, რომ საბოლოო ჯამში შევქმნათ პროგრამა, რომელსაც ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენის სომხეთში მოგცემს შედეგს, რომელიც ახალისებს მეტ კორპორატიულ ემიტენტს ადგილობრივ ბაზარზე. სომხეთის ზრიალობაში საკმაოდ აქტიური ბაზარი არის, თუმცა მეტწილად ემიტენტები არიან ფინანსური ინსტიტუტები და ანალოგიურად ქართული ბაზრისა ასევე უფრო აქტიურად არიან, ასე ვთქვათ, კონცენტრირებული სასესხოფასიანი ნამდვილად ესე არის. ასე რომ გვინდა რომ მაქსიმალურად წავახალისოთ კორპორატიული ემიტენტები და მათ მხედველობაში და ასე ვთქვათ ცნობიერებაში გავაჩინოთ კაპიტალის ბაზრები როგორც ალტერნატიული დაფინანსების წყარო. ზუსტად წინა კვირას გვქონდა პირველი საგანმანათლებლო კომპონენტი ამასთან დაკავშირებით. შეგვიძლია პირველ ჯამურად ვთქვათ, რომ ინტერესი ემიტენტების მხრიდან საკმაოდ მაღალი არის და შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავოთ როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე უკვე პროგრამის იმპლემენტაციით კუთხით, რაც უკვე საგრანტო კომპონენტს გულისხმობს და დაინტერესებულ ემიტენტებს გრანტის მოპოვების შესაძლებლობაც ექნებათ. ამ კუთხით მე არ გულისხმობ მხოლოდ ამ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისა, მაგრამ რამდენად ერწყმის ეს ყველაფერი გალტენ-ტაგარტის გრძელვადიან ხედვას კეთი? შემდეგ კითხვაზე გადავდივარ, რომელიც ამ შემთხვევაში კომპანიის სხვა ტიპის როლზე მიანიშნებს, ან ამკვიდრებს მას რეგიონალურ, ან უფრო ფართო გეოგრაფიის ფინანსურ ეკოსისტემაში. არის თუ არა ეს ამბიცია სრულად მიწიერი, რომელიც არ მომდინარეობს მხოლოდ თქვენი მუდმივი პარტნიორობით, იგივე EBRD-სთან, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, სადაც რეპლიკაცია ხდება იმის გამო, რომ თქვენ მოახერხეთ ეს საქართველოში და ამისი თუ არ ვშტები 7 თუ 8 ემიტენტზე დაიდო კარგი შედეგი იგივე კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. რა ამბიცია აქვს გალტენ-ტაგარტს ამ რეგიონალური განვითარების ჭრილში? ამბიციები ნამდვილად გვაქვს. მაგალითისთვის საინტერესო რომ წელს გალტენ-ტაგარტი აღნიშნავთ 30 წლის იუბილეს, რაც ფინანსურ სექტორში საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია, მე ვიტყოდი. ამ პერიოდის განმავლობაში მე მგონია რომ ადგილობრივი ბაზრების კონტექსტში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ და ნამდვილად გვაქვს ინტერესი და ამბიცია იმის, რომ ეს გამოცდილება რაც შეიძლება მეტად რეგიონალურ ჭრილშიც გამოვიყენოთ. სომხეთის მაგალითიც ამის ძალიან კარგი პრეცედენტი არის ჩვენთვის. ასევე აი მაგალითისთვის შეგვიძლია ვახსენოთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის უკან აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ვიყავით მიწვეულები იმისთვის, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების გამოცდილება გაგვეზიარებინა რეგიონალური კომპანიებისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყო არის. შესაბამისად ვხედავთ როგორც ინტერესს რეგიონიდან, ასევე ჩვენს გამოცდილებას, რომელიც შეიძლება ჯამურად იყოს საინტერესო რეგიონის ჭრილში და ამ მიმართულებით ვცდილობთ მეტად გავაქტიურდეთ და მეტი ღირებული პროექტი შევქმნათ. მე წარმატებებს გისურვებ და იმედია ეს ზრდა რეგიონშიც და უფრო ფართო გეოგრაფიით აქაც პირველ წყაროები ვიქნებით და თქვენთან ერთად გავიზრდებით. დიდი მადლობა გიორგი. მინდა მადლობა გადაუხადო კეთოიძეს მობრძანებისთვის, წარმატებები უსურვო გალტენ-ტაგარტის გუნდს. მადლობა მათ პარტნიორობისთვის და ღირებული ინფორმაციებისთვის თუ ანალიტიკისთვის.